ახლა კი მოვიწვიოთ ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი გუგა სიხარულიძე, მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით. მიხარია თქვენი ხილვა. ბატონ გუგა, მინდა შემოგთავაზოთ წყალი მთის. სიამოვნებით. ხოთ მიერთვით ორგანიზმის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით განვარტოთ, თუ რას გულისხმობს ზოგადად მენტალური ჯანმრთელობა. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ დაპატიჟებისთვის, ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა თქვენ დასტუმრობა. მით უმეტესად ასეთ აქტუალურ საკითხზე საუბარი, როგორც არის მენტალური ჯანმრთელობა და ზოგადად სტიგმა მედიცინაში და განსაკუთრებით ჩვენი მიმართულებით. ჩვენ ყველას ექიმებს და ალბათ საზოგადოებასაც კარგად მოიხსენება, რომ ზოგადად ადამიანებს არც ისე გვიადვილება გადაწყვეტილების მიღება, რომ წავიდეთ ექიმთან ნებისმიერი სპეციალობით, თუმცა ფსიქიკა არის ის მიმართულება, სადაც ეს ამ გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო რთულია და კიდევ უფრო გვიჭირს ხოლმე, რომ გადავდგათ ნაბიჯი და ვაღიაროთ ის პრობლემა, რაც ჩვენ მენტალური კუთხით გვაქვს. და რა განაპირობებს ამას ალბათ ეს უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ რატომ აქვს პაციენტს შიში? დიახ. შიში აქვს იმიტომ რომ ხშირად მენტალური პრობლემა ადამიანისთვის ასოცირდება მის პიროვნულ სიზუსტესთან და გონია რომ ჩვენ თუ გვაქვს ნებისმიერი პრობლემა, ეს არის თქვათ პირობითა ჩფოთიაშლობა, დეპრესია, უძილობა, ნებისმიერი თუნდაც უფრო მძიმე და გამოკვეთილი პრობლემა, რომ ეს დაგვემართა იმიტომ რომ ჩვენ მენტალურად არ ვართ და პიროვნულად არ ვართ ძლიერი. რეალურად ეს ასე არ არის და ისევე როგორც ნებისმიერი ორგანოს დაავადება, პირობითად გასტრიტი, კუჭის, ასე შემდეგ, ანთება ნებისმიერი თუ თავის ტკივილი თუ რაც უნდა დავარქვათ, როგორც მას აქვს მიზეზი და ეს არის ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევა გარკვეულ ორგანოში, ესეც იგივეა, ხდება ამ დროს ტვინში გარკვეული ცვლილებები, როდესაც და ტვინი არის ის ორგანო, ის მატერიალური სუბსტრატი, რომელიც მე წარმოქმნის ჩვენს ფსიქიკას, ჩვენს ფიქრებს, ჩვენს ემოციებს, ჩვენს პიროვნებას და ასე შემდეგ. ამიტომ რადგანაც პიროვნულ სიზუსტესთან ასოცირდება, კიდევ უფრო გვიჭირს ჩვენ გადაწყვეტილების მიღება იმის რომ მიმართოთ, იმიტომ რომ ფაქტიურად რეალურად ამ დროს ადამიანს უჩნდება განცდა იმის რომ აღიაროს მისი სიზუსტე. რეალურად ეს არ არის სიზუსტე, ეს არის ჩვეულებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც კავშირში არის ადამიანის კონკრეტული ორგანოს, ამ შემთხვევაში ტვინზეა საუბარი, მის ფუნქციონირების დარღვევასთან, რომელსაც შეიძლება ქონდეს ძალიან ბევრი მიზეზი და საერთოდ არ იყოს კავშირში ჩვენ პიროვნულ მახასიათებლებთან, როგორც არის გარე ფაქტორები, სტრესი, გადაღლილობა, აქაც ძალიან საინტერესოა ვთქვათ, რომ სტრესი არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, ან სამსახური უნდა დავკარგოთ, ან ვიღაც უნდა გარდაიცვალოს, ან რაღაც ურთიერთობებიც უნდა თუ და დამწავდეს, არა. ზოგჯერ ყოველდღიური რუტინული დაძაბული სამუშაო გრაფიკი, მუდმივად ბევრი ვალდებულებები. შეიძლება უფრო უარესი სტრესიც არის ხანდახან, ვიდრე თქვათ ერთჯერადი ძლიერი სტრესი. ეს ბევრად უარესია, რადგან ეს ხდება ყოველდღიურად და ის რაც ყოველდღიურად ხდება, მას აკუმულაციური ეფექტი ღრმავდება და უფრო მეტი მასშტაბით გამოვლინდება ხოლმე, როცა მოიფრქვა დაახლოებით ამისთვის მე მაქვს ეს მაგალითი, როცა ჩემთან მოსულ პაციენტებს უხსე ვულკანის მაგალითი, რომ გროვდება, თითქოს არაფერი, ყველაფერი სიწყნარია გარედან, მაგრამ მე ერთიანად ძალიან მკვეთრად და ძლიერად ამოიფრქვა. ჩვენ ექიმებმა კარგად ვთქვით, რომ მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ალბათ გენეტიკას და მიდრეკილებებს, თუ ჩვენ რა პრობლემისკენ გვაქვს მიდრეკილება, უბრალოდ სტრესი, რაზეც ვისაუბრეთ, გადაღლილობა, ეგრეთ წოდებული ბერნაუთი და ამ შემდეგ ეს არის ტრიგერები, გარე ფაქტორები, რომლებიც იწვევს ჩვენში არსებული მიდრეკილების უფრო მეტად და პათოლოგიურ რეგისტრში, ანუ ავადმყოფობის რეგისტრში გამოვლინებას. ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს ზოგადად დეპრესიისკენ მიდრეკილება, სტრესი ხელს უწყობს, რომ მას განუვითარდეს უკვე კლინიკურად გამოხატული დეპრესია, ვისაც შფოთვისკენ აქვს მიდრეკილება, შფოთვითი პრობლემა გამომწვავდება და ასე შემდეგ. ეს ფაქტორები არ არის მარტო სტრესი, არის ქიმიური ფაქტორები, მაგალითად ნარკოტიკების, სხვადასხვა ნივთიერების მიღება, ეს არის ფიზიკური ფაქტორები, მაგალითად გარკვეული ინფექციების გადატანა, განსაკუთრებით ის ინფექციები, რომელიც ნეიროტოქსიურია, ან ისეთი დაავადებები. კოვიდის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვნად მოიმატა, მე მგონი, ამ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვმა. დიახ, კოვიდი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი. და მე ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ
აი მცირე ქვეყნებში ვინც მოახერხა კოვიდის პირველ ეტაპზე ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით კვლევის ჩატარება, ჩვენ ჩავატარეთ ეს კვლევა. იმიტომ რომ ამ კვლევის ჩატარების აზრი ქონდა მაშინ თუ ჩვენ ამ პაციენტებს შევისწავლიდით მაშინ როდესაც ადამიანისთვის კოვიდით ავადმყოფობა იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებით ავადობა და რა ვთქვათ ერთი წლის მერე როცა უკვე ჩვენ პრაქტიკულად აღარავის აღარ გვეშინოდა კოვიდ ინფიცირების და ჩვენ მაისშივე დავიწყეთ ეს კვლევა მაშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩავატარეთ 93 პაციენტზე და აღმოჩნდა რომ მაგალითად როგორც პოსტტრაუმული სტრესი ფაქტორი ასე განვიხილეთ, სადღაც 25-დან 35%-მდე იყო ტრიგერი პოსტტრაუმული სტრესის, შფოთვის და დეპრესიის, მაშინ როცა რამოდენიმე წლის წინ ჩვენი სხვა კვლევა, რომელიც ეხებოდა ავღანეთის მისიის სამშვიდობო მონაწილეობას, იქ სადღაც 5-7%-ის ფარგლებში მერყეობდა. ანუ ესეც მიანიშნებდა თუ რამდენად დიდი იყო კოვიდი, როგორც აი პირველ ეტაპზე, როდესაც ადამიანებმა არ ვიცოდით რა ხდებოდა, რამდენად შანსი ქონდა გადარჩენის, სიკვდილიანობა მაღალი იყო და ქაოსური იყო, რამდენად სერიოზული სტრესი იყო. მაინც რა არის ის ძირითადი მიზეზი, რაც განაპირობებს ადამიანებში ამ აშლილობას? საზოგადოებასთან ურთიერთობა, აქტიური ურთიერთობა, ჩართულობა საზოგადოების ცხოვრებაში ეს რამდენად ხელს უწყობს და არის თუ არა ეს პრევენცია, თქვათ, მენტალური აშლილობის. რეალურად როგორც ყველა ავადობა, ანუ ფსიქიკური ავადობაც არის დეკომპენსაცია, ანუ როცა ჩვენს ფსიქიკას არ შეუძლია დააკომპენსიროს ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი ფსიქიკის წინაშე არის და აქტივობა ზოგადად ადამიანი ფიზიკურად, სოციალურად აქტივობა ეს არის ის რაღაცა, რომელიც გარკვეულწილად ამცირებს ჩვენ რისკებს, რომ ფსიქიკური დაავადება გაგვივითარდეს, იგივე ის და ჩართულობა, დასაქმება თუ ზედატვირთვით არის ბუნებრივია ამ შემთხვევაში პირიქით რისკი იზრდება და არა მცირდება. მოდი კონკრეტულად ჩამოვთვალოთ ის დაავადებები, რომელიც არის პოპულაციაში ყველაზე ხშირად გავრცელებული. რა დაავადებებია, სახელები ვთქვათ ამ დაავადებების და არ შემიძლია არ დავამატო, თქვენგან მინდა ამის მოსმენა, ძალიან ხშირად აი ესეთი თუნდაც უმარტივეს ნევროზებს საერთოდ თვლიან, რომ უნდა მივიდნენ ნევროპათოლოგთან. და ეს ფსიქიატრის თემა არის ძალიან ტკივნეული ყველასთვის. აი ფსიქიატრთან რა მინდა ნევროლოგთან მივალ. აი ამ კუთხითაც რომ გავშალოთ თქვენი საუბარი. და ვიწყებთ დაავადებების ჩამოთვლით. ანუ ყველაზე ხშირად ადამიანები ძირითადად რითაც მოგმართავენ, ყველაზე გავრცელებული პრობლემები რაც არის შფოთი აშლილობები და ეგრეთ წოდებული ბუნებგანწყობის დარღვევები და იქიდან თქვა ჩვენ ერთ-ერთი ვიცით ეს არის დეპრესია და დეპრესიის მსგავსი მდგომარეობები. თუმცა აი ამ ორი ძირითადი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯგუფის გარდა ძალიან ბევრი სხვადასხვა ნოზოლოგია, ანუ დაავადება არსებობს, როგორც არის მაგალითად ობსესიები, ანუ აკვიატებები, და ეხლა სულ უფრო და უფრო ცნობადობა ამ დაავადებასთან დაკავშირებით იზრდება და ძალიან სწორია და ძალიან კარგია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული აშლილობები, ანუ ეგრეთ წოდებული ხასიათის დარღვევები და ხასიათის აშლილობები, რომელსაც ალბათ ზოგჯერ ყველაზე მეტად შეუძლია ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და მის სოციალიზაციაზე გავლენა მოახდინოს. აშლილობა ქვია მაშინ, როდესაც არის დეკომპენსაცია. ანუ როდესაც ჩვენ ინტერპერსონალურ, მიკრო თუ მაკროსოციალურ გარემოში, ან ჩვენ ნებელობაში, თქვათ, მიზნების დასახვაში, წარმატებაში, მისახსრულებაში, ანუ შესრულებაში, იმპლემენტაციაში ხელი გვეშლება, ბუნებრივია, ეს არის ამა თუ იმ დოზით რაღაცა ფსიქიკური პრობლემა. ბატონო გუგა, როგორც ვიცით, თქვენ 2007 წლიდან საქართველოში აი სწორედ რომ მგონი პირველი ერთ-ერთი არა პირველი პიონერი ბრძანდებით ეს ფსიქიკური აშლილობის ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი ბრძანდებით და აი რა მოღვაწეობას, რა საქმიანობას ეწევა თქვენი ცენტრი იმისთვის რომ მოხდეს ამ პრობლემების დესტიგმატიზაცია. ანუ 2007 წელს ალბათ ფიქრობ ეს განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში როგორც საქართველო იყო საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო, როდესაც პირველად გადაწყდა ანუ ჩემი თანამონაწილეობით რამოდენიმე ფსიქიატრთან ერთად რომ კერძო ანუ აი ესეთი ევროპული ტიპის და თანამედროვე ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ჩამოყალიბებული იყო, არ ქონდა არანაირი გამოცდილება, არ ქონდა ცოდნა, უბრალოდ რაღაცა ქონდა ნანახი საზღვარგარეთ, თვალით რაღაცა წაკითხული, მაგრამ ნუ ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს იყო საწინდარი პირველი იმის, როდესაც
ნელ-ნელა ძალიან დაგვიანებით მოყვა ამას შემდგომში ეს რეაქცია, მაგრამ ზუსტად დაიწყო საქართველოში ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის თან დაკავშირებით ადამიანების დამოკიდებულების შეცვლა, დესტიგმატიზაცია, როდესაც ადამიანებისთვის ფსიქიატრი აღარ იყო უკვე მძიმე ფსიქიკური დაავადებების მხოლოდ ექიმი და ეს პირველი ნაბიჯი წლების განმავლობაში გაუჩერებლად მოდის და ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან პოპულარულია, ძალიან ბევრი ცენტრი არის საქართველოში, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე ფსიქოლოგიური სერვისები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი იმ დღიდან დაწყებული დღევანდლამდე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლიდერი ქვეყანაა, სადაც ყველაზე დაბალია დესტიგმატიზაციის კუთხით, ანუ ეს მაჩვენებელი და ყველაზე მეტი პროცენტი ადამიანი მიმართავს უფრო თავისუფლად, ვთქვათ, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. და უკვე 2017 წელს დამოუკიდებლად გახსენით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი და სულ რამოდენიმე კვირის წინ გაიხსნა უკვე ახალი გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომელიც არის განახლებული და რა მიზნები ამოცანები აქვს ამ ცენტრს, მის სერვისებზე მთლიანად სტრუქტურა რომ აგვიხსნეროთ ამ ცენტრის. სწორად ბრძანეთ 2017 წელს დამოუკიდებლად პირველად დავაფუძნა ეს იყო სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი და სულ ახალხას რამოდენიმე კვირის წინ ჩვენი ანუ განვითარების კიდევ ახალ ეტაპზე გადავედით და უკვე სრულიად ახალ გარემოში, ახალი მიზნებით, ახალი გამოწვევებით ვფიქრობთ, რომ ჩვენ სერვისებს კიდევ უფრო უკვე გავაფართოვებთ და კიდევ მომავალშიც გავაფართოვებთ და ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ანუ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი მიზანი პირველ რიგში ეს არის პაციენტისთვის კეთილდღეობის დაბრუნება. ანუ ძალიან ხშირად ავადობა ესე განიხილება, რომ აი მარტო რა დიაგნოზია, რა წამლებია, რა ტიპის თერაპიას ვატარებთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ადამიანისთვის, რომელიც სპეციალისტს მიმართავს ნებისმიერ მედიცინის ფიქრობ ნებისმიერ დარგში, რატო მიმართავს? მიმართავს, იმიტომ რომ მას ჯანმრთელობის ამ პრობლემის გამო მისი ცხოვრების ხარისხი დაქვეითებული, რაღაცას ისე ვერ აკეთებს, როგორც უნდა აკეთებდეს, იმდენად ბედნიერი ვერ არის, იმდენად წარმატებული ვერ არის. ამიტომ ჩვენი ცენტრის კონცეფცია არის არა მარტო კონკრეტული დაავადების, კონკრეტული წამლით და კონკრეტული ფსიქოთერაპიით მკურნალობა, არამედ ზოგადად ადამიანის ცხოვრების ხარისხის დაბრუნება, ყველა მიმართულებით. ეს ეხება მის ემოციურ ნაწილს, ეს ეხება მის აზროვნ ნაწილს და ეს ეხება მის ნებელობით ნაწილს. თქვენი ცენტრი ნაკლებად გავს ესე კლასიკური გაგებით კლინიკას, ხო? მდებარეობს ეკოლოგიურად ძალიან კარგ გამწვანებულ უბანში. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანისთვის კლინიკას არ ქონდეს კლინიკის იერსახე კლასიკური გაგებით. ხო, ჩვენ სხვა შორის არც ხალათები არ გვაცია. ხო, არც ხალათები. არც ხალათები არ გვაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კომფორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე არა განცდას იმის, რომ ეს არის რაღაცა საავადმყოფო, მენტალურ ადამიანსთვის ასევე გარემოს, მასთან დამოკიდებულებას, მასთან ურთიერთობას, იგივე სპეციალისტების ჩვენ პაციენტსაც არ უწოდებთ და სტუმარს უწოდებთ ადამიანს, რომელიც ჩვენთან მოდის, მაგალითად დღის ცენტრში, რომ ის არ მოწყდეს ოჯახურ გარემოს. ფაქტიურად ის, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახს იძენს ჩვენთან მოსვლით, უბრალოდ ამ ოჯახის წევრები ფართოვდებიან ამ შემთხვევაში და სპეციალისტები ერთვებიან, რომლებიც თავის უშუალო პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ამ კომფორტის და ოჯახურ სივრცეს არ არღვევენ. ასევე ეკოლოგიური გარემო, ეკოლოგია ყოველთვის მნიშვნელოვანია და რატომაც არა ჩვენთვის, ან ჩვენი არა ხედებით გაქვთ არაჩვეულებრივია, ხედები ცალკე თერაპია, როდესაც ლამაზ გარემოს. ბატონო გუგა, არის დღის სტაციონარი. დღის ცენტრი ზოგადად სულ უფრო და უფრო პოპულარული და მნიშვნელოვანი ხდება, იმიტომ რომ თუ ადამიანს განსაკუთრებული მეთვალყურეობა არ ესაჭიროება და არ არის რისკები იმის, რომ ის ღამის განმავლობაშიც იყოს სამედიცინო პერსონალის დატვირთვის ქვეშ, რეალურად ყველა კლინიკაში, მათ შორის სხვა კლინიკებში კიდევ სადაც არ არის ძალიან მაღალი რისკები, ფიზიკურ კლინიკებსაც გულისხმობ სომატური პრობლემების დროს, ძირითადი საქმიანობა ექიმების მიერ პაციენტის გასინჯვა, დიაგნოსტირება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ხო, და მედიკამენტების მიწოდება ხდება სამუშაო დღის განმავლობაში, ხო. ფაქტიურად
სულ რამოდენიმე საათს ატარებს კლინიკაში, მაგრამ მისთვის ყველა მნიშვნელოვანი სამედიცინო თუ ფსიქოთერაპიული გადაწყვეტილება დიაგნოსტიკის თუ თერაპიის კუთხით, ანუ იმ რამოდენიმე საათში 5-6 საათის განმავლობაში სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ეფექტურობა გაზარდო, იყოს კომპლექსური მიდგომა, იყოს მრავალპროფილური მიდგომა, ანუ მულტიპროფილური მიდგომა, არა მარტო მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით ვიწრო იმით, არამედ პოლიპროფილური მიდგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ცენტრი პრაქტიკულად სპეციალობა არ არსებობს, სადაც ამ მიმართულებით წამყვან სპეციალისტებთან არ თანამშრომლობდეს. ეს არის ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, გასტროენტეროლოგია. ერთ-ერთ კლინიკასთან 15 წლიანი თანამშრომლობა გვაქვს, როდესაც მაგნიტორეზონანსული კვლევა სპეციალურად იმ პროტოკოლით კეთდება, რომელიც ჩვენთვის ფსიქიატრებისთვის უფრო საინტერესოა და მშრალ ზოგჯერ რაღაცა ესე დასკვნები ჩვენთვის ხშირად ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ სხვა საჭიროებები გვაქვს, სხვა პრიორიტეტები გვაქვს, თვიში როცა სხვა ტიპის დაზიანებებს ვეძებთ, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, არ იწევდეს რაღაცა ნევროლოგიურ გართულებებს, მაგრამ ფსიქიკის მიმართულებით ის ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში სტრატეგიულ მკურნალობას ზუსტადაც ეს დასკვნა და ეს მონაცემები განსაზღვრავს. მაგალითად, სიმსუქნე ერთ შეხედვით არის ენდოკრინოლოგიური ხშირ შემთხვევაში კვებით პრობლემა, მაგრამ რეალურად ჭარბი კვება, ანუ ეს შფოთვის გამო მომატებული ქრონიკული გასტროენტეროლოგიური პრობლემები, უმეტეს შემთხვევაში ეს არის შფოთვითი დარღვევები და კარდიოლოგთან 35 წლამდე მიმართული პაციენტების 95% ალბათ შფოთვის გამო ტახიკარდიის და გულის შიშების და ჩივილების გამო მართავს. საფრთხე ფსიქიატრია არის დარგი, სადაც მხოლოდ ინსტრუმენტული კვლევა ყველაზე ნაკლებად გამოიყენება, ხომ? რა არის ის ძირითადი მეთოდები, რაც არის თქვენთან დანერგილი და თუ არის რაღაცა ახალი ნოუ-ჰაუ, რაც თქვათ სხვას არა აქვს ჩვენთან პირველად არის და ასე შემდეგ. ხა. ანუ პირველი რაც ჩვენთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ეს იყო კარგი სინქრონი და კარგად შეთამაშებულობა ფსიქიატრ და ფსიქოლოგს შორის და ძალიან ხშირად შეიძლება ხოლმე ესეთი კითხვა, რომელი ჯობია, რომელი უკეთესია, ან ვის მიმართო, ფსიქოლოგს მიმართო თუ ფსიქიატრს მიმართო. მე ვფიქრობ, რომ სამივე ეს ფორმულირება თავიდანვე არასწორია, იმიტომ რომ რეალურად ფსიქიატრი და ფსიქოლოგი უნდა მუშაობდნენ ერთად სინქრონში, სხვადასხვა პლუსები და მინუსები აქვს ამ სპეციალობას და როცა ისინი ერთმანეთს ავსებენ, ამ შემთხვევაშია საუბარი იმაზე, რომ არა მარტო დიაგნოზს ვკურნალოთ, არამედ რეალურად ადამიანს თავის კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი დაუბრუნოთ. რაც შეეხება დიაგნოსტიკურ ნაწილს, შესანიშნავი კითხვა და ძალიან საინტერესო. აი ამ ნაწილშიც არა მარტო თერაპიულ ნაწილშია ეს იდეალურად სინქრონი ჩვენ დალაგებული, არამედ დიაგნოსტიკურ ნაწილშიც გვაქვს, იმიტომ რომ თუ მაგალითად ფსიქიატრი რაღაცას აფასებს უფრო დიაგნოზის და ავადობის კუთხით, ფსიქოლოგ შეუძლია, რომ კლინიკურ ფსიქოლოგს მიეხმაროს დიაგნოსტიკაში და არა მარტო ავადობის კუთხით შეისწავლოს ადამიანი, არამედ შეისწავლოს მისი ხასიათი, პიროვნული მახასიათებლები და ეს დაავადება და პიროვნება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია და თუ ამ ორი კომპონენტის ერთდროულად გათვალისწინება ხდება, ერთდროულად ხდება ორივე მიმართულებით სწორი მართვა და დახმარება, ესეც ბუნებრივია ზის, ამიტომ აი ეს გუნდურობა, ერთად მუშაობა არის ზუსტად ის პრიორიტეტი და როდესაც ჩვენ მაგალითად დღის სტაციონარის სერვისებს საუბრობდით, ანუ რატო არ შეიძლება ადამიანმა ექიმთან ცალკე იაროს, ფსიქოლოგთან ცალკე იაროს, როდესაც ეს გუნდი ერთად მუშაობს, მათ აქვს საშუალება, რომ ყოველდღე განიხილონ კონკრეტული ადამიანის თავისებურებები, საჭიროებები გაუზიარონ, ანუ კონსილიუმები ჩვენ კარგად ვიცით, ამას რამხელა ძალა აქვს მედიცინაში, აი ეს მართვა არის ზუსტად ის პლუსი, რომელიც ხშირად დაუძლეველი, რეზისტენტული, ანუ ნაკლებად სხვა შემთხვევაში შედეგიან მკურნალობის შემთხვევაში მისი დაძლევის ძალიან მაღალ საშუალებას და ალბათობას გვაძლევს. ბატონო გუგა, როგორც ვიცი, თქვენ ყავთ ასევე უცხოეთში პარტნიორები, ვისთანაც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობთ, თუ არ ვცდები ლეიდენის უნივერსიტეტი, სადაც თქვენ ასევე ასრულებთ ახლა სადოქტორო მეორე დიახ ნაშრომს. აი ამ მიმართულებით თუ შეგიძლიათ რომ უფრო ვრცლად გითხრათ, რა ხდება მეცნიერული კუთხით თქვენს კლინიკაში. მეცნიერება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩემთვის ძალიან დიდი პირადი სიამოვნებაა, ასე ვთქვათ, როდესაც გაქვს საშუალება
აკეთო საერთაშორისო სტანდარტის მეცნიერება და ეს ხდება 2015 წლიდან მე მეორე სადოქტოროს როგორც წანეთ ვაკეთებ ლეიდენის უნივერსიტეტში, შესაბამისად ასევე ვარ ლეიდენის უნივერსიტეტის თანამშრომელი და ეს ურთიერთობა არის ძალიან ღრმამჭიდრო, როგორც სამეცნიერო მიმართულებით, ასევე კლინიკური მიმართულებით. ამ სამეცნიერო მიმართულებას ჩვენ მუდმივად არ ვითარებთ, წეგან კოვიდზე მოგახსენებთ, რომ კოვიდის კვლევა ჩავატარეთ, მანამდე ეს პოსტტრაუმულ სტრესს ხებოდა ეს კვლევები, ახლა ძალიან დიდი კვლევა გვაქვს, როდესაც 12 ფაქტორს ერთობლივად ვიკვლევთ, ეს არის ობსესიასთან მიმართებაში და კიდე ბევრი ახალი კვლევები იგეგმება, მათ შორის გეგმავთ საერთაშორისო დიდი კვლევითი ქსელის შექმნას და მათ შორის საქართველოს ორი წამყვანი უნივერსიტეტიც იქნება ჩვენი ინიციატივით ჩართული ამ ქსელში, როცა ქართველი მეცნიერები და უცხოელი მეცნიერები ერთობლივად ვიმუშავებთ ამ სამეცნიერო მიმართულებით. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფსიქოლოგიური სამსახურის მიმართულების ხელმძღვანელი და ამავე ცენტრის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ელენე ხომერიკი სტუმრებს თხოვთ სტუდიაში. შემოგთავაზებთ წყალს. მადლობა. პაციენტი მოდის თქვენთან. ვინ ხდება პაციენტს და როგორ ხდება მთლიანად მისი მოგზაურობა თქვენს კლინიკაში? ჩვენ საკმაოდ კარგი გამართული ადმინისტრაციული სისტემა გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ როგორი ხდება იქ ადამიანი, თვითონ მენეჯერიც, ადმინისტრატორიც, მერე ხდება ჩამოყალიბება. ძალიან ხშირად იქ წყდება ხოლმე, აი ხშირად ეშინიათ ამ სტიგმის გამო. არა, იცით რა, ფსიქიატრი არა. შევალთ ფსიქოლოგთან, მაგალითად, ხო? კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგი რაღაც მეხამრიდივით არის გარკვეულწილად. პირველი განწყობა უნდა შეუქმნას, პირველი სწორი შთაბეჭდილება, ჩამოუყალიბოს, ასე ვთქვათ, სად არის, რატომ არის, რა ქვია მის პრობლემას, აქვს თუ არა პრობლემა, რა ხარისხით და რა სჭირდება ამისათვის. ეს როგორც წესი ასე ხდება, თუ ჩემთან შემოდის პირველ რიგში, ისევე როგორც სხვა ფსიქოლოგებთან. პირველ ეს უნდა გაირკვეს ხოლმე, რა უნდა, რა სჭირდება, რა ხარისხით. ამიტომ ეს პირველადი გასაუბრება, ანამნეზს, რასაც ჩვენ ვეძახით, ისტორიას პაციენტისას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენ ახსენეთ ანამნეზი. ჩვენ ყველანი ვართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან ეს ურთიერთობა. დაახლოებით რამდენი დრო სჭირდება პაციენტს? ზღუდავთ თუ არა დროში, რომ მან მოგიყვეს თავისი ისტორია? როგორც წესი, ვცდილობთ ვმართოთ. თორე ძალიან ხშირად არის, რომ მას უსაზღვროდ შეუძლია საუბარი თავის პრობლემაზე. აი მანდაც უნდა მიცე აუცილებლად მიმართულება. შეზღუდული ამ თვალსაზრისით არ არის, მაგრამ შენ გარკვეულ მიმართულებას აძლევ, რომ გიპასუხოს ამ შეკითხვებზე, რომ შენ წარმოდგენა შეგექმნას ფსიქოლოგს, ვისთან გაქვს საქმე, რა უჭირს ადამიანს, რომ რაც შეიძლება სწორად დააკვალიანო. რა სიხშირია აუცილებელი პაციენტების ვიზიტებს შორის, რომ მათი მდგომარეობა რაც შეიძლება კარგად და სწრაფად გამოსწორდეს? თუ ვთქვათ, შევთანხმდით და გაირკვა თვითონაც პაციენტი და იწყებს ფსიქოთერაპიის კურსს, გააჩნია ჩვენ ძირითადად მუშაობთ კლინიკური ფსიქოთერაპიის კუთხით. ამიტომ ეს ესეთი უსაზღვრო და დროში აბსოლუტურად მუდმივად გაწერილი პროცესი არ არის. ყოველთვის ვეუბნებით, რომ დაახლოებით ყოველთვის კითხულობენ და დაახლოებით უნდა მიიღონ კიდევაც ამაზე პასუხი. როგორც ვთქვათ, პრეპარატების დანიშვნისას დოზირება არსებობს ხანგრძლივობა ამ პრეპარატების მიღების, ასევე შეიძლება ვისაუბროთ ფსიქოთერაპიის კურსზე, სჭირდებათ ამდენი ხნის განმავლობაში. და დაახლოებით პირველივე სეანსზე კარგად უნდა აუხსნა და აუწერო დაახლოებით რა პროცესს გავა, რა თემებზე იმუშავებს, რომ მთლიანად კონდეს წარმოდგენა რასთან აქვს საქმე. და ყოველთვის ვამბობთ, რომ 8-10 სეანსი მე პირადად მიმაჩნია აბსოლუტურად საკმარისად იმისათვის, რომ პაციენტის პრობლემა თუ ეს არის კლინიკური ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის კუთხით, აბსოლუტურად დაალაგდეს მეტნაკლებად, შეექმნას სწორი წარმოდგენა, ოღონდ თუ ეს არის პაციენტი და მას აქვს რაიმე ფსიქიატრიული, მათ შორის ქცევითი აშლილობები და ასე შემდეგ, ხო?
ეს როგორც წესი ფსიქიატრის თანხლებით ხდება ეს ყველაფერი. ანუ ამ შემთხვევაშიც მაინც არის ფსიქოლოგის ჩართულობა, ოღონდ ფსიქიატრთან ერთად და სავარაუდოდ მედიკამენტურ თერაპიაზეც აუცილებლად, იმიტომ რომ მთელი ბიოქიმია ეს ეხება ექიმს. ეს არის ექიმის წარსამართი საკითხი და აი კლინიკურ ფსიქოთერაპიის არსი სწორედ ეს არის და სირთულეც მათ შორის რომ ყოველთვის უნდა გაითვალისწინო ექიმი დაახლოებით რა ტიპის თერაპიას ატარებს იქ მედიკამენტოზურს და შენ ფაქტიურად ფეხი უნდა აუწყო ამ მუშაობას, რომ ეს სინთეზში უნდა მოხდეს ეს მუშაობა აუცილებლად. მოდი პატარა ექსპერიმენტი, აი მოვედი თქვენთან. კი ბატონო. კითხვები, რასაც მე დავისვათ, რომ მაყურებელმა დაახლოებით იცოდეს რა ხდება კედლებს მიღმა. და თან ჩემ დიაგნოზსაც გავარკვევ. კი ბატონო, აი დაიწყეთ მაშინ, ვინ ხართ, რამდენი წლის ხართ, ოჯახური მდგომარეობა. აი ძალიან ხშირად, აი მეოჯახე ქალია. ნინო ნადირაძე 51 წლის ვარ, გათხოვილი, მყავთ ორი შვილი, მუშაობ. ხასიათი მძიმე. როგორი რეჟიმით მუშაობთ? არასწორი რეჟიმით მუშაობ, დილის 7 საათზე ვდგები. სვამ ყავას, მე ვარჯიშობ, მე მივდივარ სამსახურში, ერთში, მეორეში, ხანდახან მესამეში, მე ვბრუნდები სახლში. რომელ საათზე დაახლოებით? სადღაც გაჩნია რა, როგორი დატვირთულობა იქნება. ხანდახან 7-ზე 6-ზე სახლში ვარ, ხანდახან გვიანამდე მიწევს. და ოღონდაც ერთია, რომ მე ვიძინებ ადრე. 11-ს არ ვაშორებ. ხო, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მქონდა ეს ეტაპი ცხოვრებაში, როცა ძალიან გვიანობამდე არ ვიძინებდი ხან ტელევიზორში ყვებოდი, ხან კითხვას და ეს დამეტყო პირველ რიგში სახის განცდა და გარეგნობაზე და ამაზე დავხდი. კი ბატონო, აი თქვენ თვითონ ამბობთ ამას, რომ ძილის რეჟიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხშირად როცა ვეკითხებით, რომ თავისუფალი დრო რეჟიმი, რასაკეთებთ, რომელ საათზე იძინებთ, ეს ჩვენთვის უკვე ძალიან ინფორმატიულია. გეუბნება, რომ იცით რამე, საღამოთი არ მიყვარს ადრე დაძინება და ვთქვათ 3-4 საათამდე უყურებ ტელევიზორს. ან ვარ ტელეფონში, გარკვეულ. ხო, უკვე რაღაცნაირად გექნება ღამის ძილის. არა, აი ეგ არის გადასარევი, რაც ალბათ გაძლევთ ძალიან კარგ რესურსს ამ თვალსაზრისით. როგორც ადამიანს, კი ბატონო. შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა. მოდით მოვიყევით თქვენი დაავადების ისტორია. რა გაწუხებთ და როდის დაიწყო ეს ყველაფერი? და ეცადეთ მომიყვეთ ასე ისტორიასავით. ამას ვაყოლებთ ხოლმე აუცილებლად. ხანდახან მაქვს ხოლმე ფოთვები, მგონია რომ ცუდად ხვდები, ტახიკარდიის შეტევა, სუნთქვითი, ასე ვთქვათ, არითმია, ეს დამეწყო კოვიდის მერე, ეს საშინელი შეგრძნება, როცა სუნთქავ და ბოლომდე არ ჩადის ჰაერი, თუმცა 99 და 100% მაქვს სატურაცია, ყველაფერი რიგზე მაქვს, მაგრამ ეს დამრჩა კოვიდის მერე, თუმცა ეს უკვე ბევრად იშვიათად მემართება. კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ, ხანდახან მთელი თვეც, მაგრამ იყო, როცა დღეში 37-ჯერ მემართებოდა. და რას ფიქრობთ ამ დროს? შფოთავთ, ღელავთ, გეშინიათ და რა ხარისხით გეშინიათ ამ დროს? ადრე მეშინო და ახლა უკვე ვისწავლე ჩემ შიშთან ურთიერთობა, გავდბივა რაღაც. აი როგორ მუშაობთ ამ შიშზე? მე თქვენი მეთოდები უნდა გავარკვიო. ჩემი მეთოდები, როგორ ვუმკურნალი ჩემი კოვიდის შიშს, გეტყვით, ეს იყო საშინელი შეგრძნება, იხჩობი. მგონია რომ აი დაიხჩვი, ვეღარ აზროვნებ და მაგრამ შეგრძნება, ხო, აი თქვენ თვითონ ამბობთ. ასე ვთქვათ, კლინიკური მონაცემები მაქვს წესრიგში, მაგრამ ეს შეგრძნება არის იმდენად რეალური და იმდენად საშინელი, რომ აი არიცი რა ქნა და მე-10 დღესვე უკვე გავედი სამსახურში, რომ მივხვდი რომ სახში უფრო ცუდად გავხდებოდი. კი ბატონო. და როდესაც სამემართებოდა ეს შემოტევა, რომ აი ვიგუდები, თითქოს თევზს რო გადმოვამტებ ნაპირზე და რო ვერ სუნთქავა ესე და მე შევეცადე რომ სხვა რაღაცებზე გადამეტანა ყურადღებაც გავარდებოდი რაღაც განყოფილება შემოუვლიდი იქისა და ანუ ვცდილობდი რომ იმ წამს სხვა რაღაცაზე გადამეტანა ყურადღება და მაგრამ რეალურად ახლა მე ცოტა ისეთი ძლიერი ტიპი ვარ, მაგრამ თუ ეს სუსტ ადამიანს დაემართებოდა, შეიძლება ამას ისე ჩაყოლოდა რომ კი ბატონო, ძალიან ბევრი ყავს ასეთი ადამიანი. სწორი გზა თვითონ თერაპიულად თქვენ გაქვთ სწორი რესურსი, ვისაც აქვს სწორი რესურსი, ის მერე მართავს მეტნაკლებად ამ თავის მდგომარეობას, მაგრამ
იქ სადაც იმუნურად, ფსიქოლოგიურად, სტრესულად, სიტუაციურად. მაგრამ ეს არ იყო მარტივი და ამიტომ ვამბობ, რომ მე მესმის იმ ადამიანების, რომელთაც ჭირდება დახმარება და თქვათ ის, რასაც მე ვუმკლავდები, ბევრისთვის ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ძალიან ბევრისთვის. აი, სწორედ მან სჭირდებათ უკვე ფსიქოლოგი და გააჩნია ეს რა ხარისხით არის, რა თქმა უნდა. ნუ სავარაუდოდ მე 13 წლის განათლება რახან მაქვს, მაგანაც ეგეც ძალიან დამეხმარა, რომ მე სწავლა, რომ ეს დარტყმები სხვა რაღაცებზე გადამეტანა. ერთი არის ჩვენ რამდენად გვაქვს რესურსი იმის, რომ გადავლახოთ ესათვის პრობლემა ნებისმიერი და კონკრეტულად ამ შემთხვევაში მენტალურად. და მეორე არის რა დრო და რა რესურსი დაგვჭირდება ამის გადასალახად. ქალბატონო ნანა, მაინტერესებს, როდის დგება მედიკამენტური მკურნალობის აუცილებლობა და რამდენად ხშირია ფსიქოთერაპია და კომბინაცია მედიკამენტურ მკურნალობასთან. პროცენტულად, აი როგორ არის დაახლოებით. ამიტომ ჩვენ რახან ვსაუბრობთ კლინიკურ ფსიქოლოგიაზე და კლინიკურ ფსიქოთერაპიაზე, ფაქტიურად 99% იქ აუცილებლად გვჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა. აუცილებლად, იმიტომ რომ თუ ესე შევხედავთ და ესე მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ნევროზი, ეს ნევროზი არის სულ მინიმუმ 3 ვექტორით მიმდინარე პროცესი. ფსიქოლოგიური, ფსიქოსომატური, აი თქვენ რასაც აღნიშნავთ და ეს უამრავი ესეთი რეალისტური საშინელი შეგრძნებები ეძლევა ადამიანს, რომელიც ძალიან ამძიმებს მის დიაგნოზს იმ თვალსაზრისით, რომ თავგზას ურევს, იმიტომ რომ გული მიჩქარდება წავალ კარდიოლოგთან. თქვათ, წავალ თერაპევტთან და დადის ასე უსაშველოდ და საბოლოო ჯამში გროვდება პასუხი, რომ იცით რა, ჩემი არ ახარ, ჩემი პაციენტი არ ხარ და მოდი წადი ფსიქოლოგთან. და ამიტომ არის აუცილებელი, რომ მიმართოს სპეციალურ დაწესებულებას, რომ აი ამ თავის გასაჭირს მიხედოს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ეს უფრო მძიმდება, უფრო სერიოზულ სახეს იღებს და შეიძლება ადამიანის სახლიდანაც აღარ გამოვიდეს. იმიტომ რომ შიშით, უხაერობის შიშით, რა ვიცი. იმიტომ რომ მესამე ნაწილი აქვს ამ ნევროს. პირველ რიგში ეს არის ბიოქიმია. ამიტომ სჭირდება ესე კომპლექსურად მკურნალობა, ექიმმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და ჩვენ სულ გვაქვს ესეთი პატარა მინი კონსილიუმებიც, როცა ამ პაციენტებს გავდივართ, რომ გუგა სად არის შენთან. გადავიდეთ კითხვით ქალბატონ ელენესთან. თქვენ ახალგაზრდა სპეციალისტი მზადდებით, როგორც ვიცი, და ბატონი გუგას კვლევით ცენტრში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა სპეციალისტების internship-ს, ანუ მათ გააზრდას, დახელოვნებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და ასე შემდეგ. თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ, როგორ დაეუფლეთ ამ სპეციალობას? რაღაც ეტაპზე აღმოვაჩინე, რომ რაც არ უნდა ძალიან ბევრი მესწავლა, ეს მარტო მე არ მეხება ბევრი ახალგაზრდა ფსიქოლოგი არ მოიცნობს ახლა თავის თავს ჩემს ადგილას. რაც არ უნდა ბევრი მესწავლა და მეშრომა, თითქოს მაინც შორს იყავი შენი პროფესიისგან, იმიტომ რომ უმრავლესი არ ეს გამოწვევა სულ არის, რომ თითქოს თეორია არის და პრაქტიკისგან ძალიან შორს ხარ, იმ ადამიანისგან შორს ხარ, ვისაც რეალურად უნდა დაეხმარო. სწორედ ამ მომენტში მე ბატონ გუგაზე ისედაც ვიცოდი ზოგადად. და სწორედ ამ მომენტში აღმოვაჩინე, რომ კლინიკა გვთავაზობდა მსგავს პრაქტიკულ თეორიულ კურსს, რომელიც ზუსტად იმ გამოწვევის საპასუხოდ იყო, რომ შორს ვიყავით პაციენტებისგან და ეს თეორია იყო ცალკე. ანუ ამ ცენტრში საშუალება მქონდა, რომ თეორია მესწავლა პრაქტიკის საფუძველზე და პრაქტიკასთან კავშირში, ხო? და თან ძალიან ბევრი ესეთი მენტორი შევიძინე, ვინც გვერდში მედგა ამ გზაზე და შემიზღონებისფერ მომენტში დახმარება მეთხოვა. ნუ იყო აქ სემინარები, იყო ვორქშოპები, იყო განხილვები კონკრეტული кейსების, კონკრეტული პაციენტების და ეს ყველაფერი იყო პრაქტიკასთან აბსოლუტურ კავშირში. ლოგიკურად დასრულა შემდეგ რომ გუნდის წევრიც გავხდი ამ შემთხვევაში, ხო? მაგრამ ეს მარტო ეს არ იყო. ფაქტობრივად იმდენ საშუალებას გაძლევს კურსი, რომ შეგიძლია ახლა ჩვენი ერთ-ერთი წევრი გუნდის მაგალითად არის შვედეთში წასული. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მეც ბატონი გუგას გზაზე ვაპირებ წასვლას და ამ შემთხვევაში ჰოლანდიას და ლეიდენის უნივერსიტეტთან ვაპირებ კომუნიკაციას. ბატონ გუგა, ერთი მიმართულება არის ფსიქოლოგია, ჩვენ დავიწყეთ საუბარი ამაზე, მეორე არის ფსიქიატრია. თქვენ როგორც ფსიქიატრი, რამდენად მნიშვნელოვანია აი სიმბიოზი ორი მიმართულების და რამდენად ხშირად იყენებთ თქვენს პრაქტიკაში ფსიქიატრიის ცოდნას და ფსიქოლოგიის გამოცდილებას? პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აი ესეთი კლინიკური პრაქტიკის დასაწყისიდანვე
მე და ქალბატონიანა ჩვენ ერთად მუშაობთ და 18 წელი 2006 წლიდან 2007 წლიდან და შეიძლება ითქვას, რომ ალბათ აი ამ მართულებითაც ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა მყისიარედ დაიწყო, იმიტომ რომ ჩვენ მაშინვე გავაცნობიერეთ და მივხვდით, რომ ეს სიმბიოზი ფსიქიატრის და ფსიქოლოგის რამდენად მნიშვნელოვანია. და ეხლა ამ ჩვენ ცოდნას და გამოცდილებას ჩვენ ახალგაზრდა კოლეგებს, როგორც ფსიქოლოგებს, ასევე ფსიქიატრებს, ვინც მათ შორის ჩვენ რეზიდენტურის მართულებითაც, ანუ ფსიქიატრის მართულებითაც ყავს ძალიან ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდები, მათაც ამ ტრადიციას ვაგრძელებინებთ. და მე რომ ეკითხება ხოლმე ვთქვათ შევთან მოსული ადამიანი დახმარებისთვის აი ესეთი ალეგორიული ახსნა მაქვს ხოლმე მარტივი, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან კარგად გასაგები რომ რას აკეთებს წამალი ვთქვათ გვაქვს ჩვენ დაზიანებული მანქანა ყავს რომელიც დაზიანებულიც არის და თან მისი მართვაც არ თუ ისი ადვილია. ამ შემთხვევაში წამალს შეუძლია შეკეთება ამ მანქანის და რა შეუძლია ფსიქოლოგს შეუძლია რომ ამ მანქანის კარგად მართვა და უფრო სრულყოფილად გვასწავლოს. ამიტომ კარგად შეკეთებული მანქანა გამართული ტექნიკურად და ამავე დროს, როდესაც კარგად ვიცი მისი მართვა, ანუ ის უნარები შევიძინე და ცოდნა შევიძინე, ერთობლიობაში ყველაზე კარგი საშუალება რომ ჩვენ დანიშნულების წერტილამდე მივიდეთ. ეს დანიშნულების წერტილი არის ფსიქოლოგიური, ანუ კეთილდღეობა და მე ეს ფსიქოლოგიური კეთილდღეობა არის ძირითადი შემადგენელი ჩვენი ზოგადად ცხოვრებისეული კეთილდღეობის და ამიტომ ადამიანის წარმატების და ბედნიერების გზაზე აი ამ კომპონენტის დალაგება არის ვფიქრობ რომ რაც შეიძლება ყველაზე მეტი მისცე ადამიანს და ჩვენი პროფესიაც ზოგადად ექიმების და მათ შორის ფსიქიატრების, ფსიქოლოგების სულ ძალას გვაძლევს, იმიტომ რომ იმდენ ადამიანს აყენებს სწორ გზაზე თავის ჯანმრთელობის პრობლემის გამო, რომ ანუ გადაღლობის გზნობას მეორე დღესო გვინულობს ხოლმე წინა დღის და ისევ იგივე შემართებით და იგივე მოტივაციით უბრუნდებით ჩვენ საყვარელ საქმეს. სპორტის აშლობები, ნევროტული მდგომარეობები, პროგნოზული თვალსაზრისით, რამდენად არის სრულად განკურნებადი, ან რამდენად არის მიღწევადი ხანგრძლივი რემისია?